თორნიკე რიჟვაძის შემდგომ რაღაცა ბევრი ინსინუაციები მოყვა ამბავს ეს ნაცმოძრაობის მხრიდან და მაგრამ უხარიათ ბატონო არა ეგ ხო უხარიათ გასაგებია და ტყუილ მართალი ერთმანეთში აიზილა და მე მინდა განსაკუთრებით გამოვყვა ის რომ ესე იგი ეს ცირკის მასხარა ხაბეიშვილი ეს არარავობა რომელიც ბოდიში და რამდენჯერ უნდა გაილახო შესაძოდაო ბოლო შენს მაგივრად თავზე ჩამოიცვი ისა გრუშა და რო დაგარტყამენ იმ გრუშას მაინც მოხვდება და არ გეტკინება ის თავი იმიტომ რომ რამდენიც შენ გალაყებულ თავზე მოხვდა მუშტი შენ საერთოდ როგორ აზროვნებ და ეხლა კახი კალაძეზე დაიწყო მან და ამ ნაცმოძრაობის ჟურნალისტებმა რაღაცა ტალახის როლა ნაცმოძრაობის გასაგონად და აი ამ ფორმულას ბუტკის გასაგონად ვლაპარაკობ რა კალაძე არ მოსულა ცალცალი კალოშით კეზერაშვილისგან განსხვავებით და არ მოსულა ხელისუფლებაში ჯიბე გაფხეკილი კალაძე მოვიდა ბოდიში და საკმაოდ შეძლებული იმიტომ რომ ეს კაცი სუპერგუნდში თამაშობდა მთელი ცხოვრება რომელშიც მრავალმილიონიანი კონტრაქტები ჰქონდა და შეძლებული წელში გამართული მოვიდა არავის არაფერი არ ჭირდებოდა მას თქვენგან განსხვავებით და პირი გამოირეცხეთ ამ კალაძეზე რო ლაპარაკობთ კიდე რა არ ვიცი მე ქალაქში ძალიან ბევრი რამ გააკეთა ამ კაცმა ამდენი სარეკრეაციო ზონა არ გაკეთებულა არასდროს ტრანსპორტის კუთხით უამრავი რამ გაკეთდა რომ ადამიანებს არ ეგონათ დაჯღრეული მანქანები მოცილდებოდა ტაქსის და დღეს ხედავთ რომ ამ გადაადგილება პრობლემა არის ტრანსპორტში უფრო კომფორტულად ძნობ თავს და ეხლა პრობლემები რა თქმა უნდა ყველგან არის და რა დიდ ქალაქშიც იქნება ეს გამოწვევა არის მაგრამ ერთი რამე აი იმან მოიტანა ამ რაღაცა ვითომ ეხლა კალაძის პასუხისგებლობის საკითხი დადგება და რაღაცა თქვენი პასუხისგებლობის საკითხი დადგება თქვენ ვერ გაიქცევით ამას სად არის კეზერაშვილის მოპარული მილიონები ჯარში რომ მოიპარა სად არის მაინტერესებს ამ მამუკა ხაზარაძის ის საქმიანობის შედეგად უამრავი დაზარალებული ადამიანი რომელიც დღესაც სამართალს ეძებს მაგალითად ანზორ ქოქოლაძე და ლეონიძე და კიდე უამრავი ადამიანი TBC ბანკის მიერ დაზარალებული. ამიტომ ვიცით რა არის? თქვენ სალაპარაკო არა გაქვთ არაფერი, იმიტომ რომ თქვენ ბიუჯეტის ხარჯზე გამდიდრდით და კახი კალაძე გამდიდრებული მოვიდა ბიბაში, ხელისუფლებაში უკვე მდიდარი იყო და ეხლა უნდა მანქანას იყიდი და უნდა ვერტფერს იყიდის და უნდა თვითფრინავს იყიდის. კიდე არავის საქმე არ არის კიდე. თავისი ფულით და თუ უნდა მილანში წავა და თუ უნდა იმაში რა ქვია იაპონიის რომელიმე კუნძულზე. ამიტომ და სიხარულის მიუნიჭებია ქართველი ხალხისათვის სპორტსმენიც კარგი იყო და მერიც და ენერგეტიკის მინისტრი ამიტომ ეხლა თქვენ იცით რა არის თუ გერევათ თქვენ პატრონებში როდესაც მაგალითად ფლობენ ბიზნესებს მილიონებს და მინდა რომ ხელისუფლება დაინტერესდეს ეს ბიზნეს კომპანიები საიდან აქვს ამ ნაცებს